ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის რეგულირებაზე მუშაობს. საუბარია ერთჯერადი თეფშების, ჭიქების, ჩანგლების, კოვზების, საწრუპების იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვაზე. ანუ აპირებენ სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირებას. ცოტა ხნის წინ დეტალებზე სამინისტრომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებთან. ბიზნესისთვის ახალ რეგულაციაზე გადაწყობა მარტივი არ იქნება და მნიშვნელოვანია სიახლეზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ. აპირებენ რომ შეწყვიტონ ერთჯერადი პლასმასის მოხმარება ძირითადად ისეთი სახის, აი როგორიცაა სიტყვაზე ერთჯერადი დანები, ჩანგლები, თეფშები, ჭიქები. ეს პლასმასი მართლაც სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ხა საკმაოდ დიდი რაოდენობით გროვდება ჩვენთან აქვს მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს პლასმასი არ მუშავდება, ესეთ სახის პლასმასი არ მუშავდება და ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით სად წაგვეღო. ის რაოდენობა რაც ჩვენთან მოდის, სიტყვაზე ჩვენ პრესავთ და ვასაწყობებთ უკეთესი დროის იმედით, რომ სიტყვაზე მომავალში მოხერხდება ამის გადამუშავება, მაგრამ უსასრულო არ არის ჩვენი საწყობი, ვერ მოახერხებთ უსასრულო რაოდენობის შენახვას და სულაც რომ სულ გავავსოთ ჩვენი რამდენიმე ჰექტარი არის ტერიტორია, სულაც რომ გავავსოთ, ეს მაინც ზღვაში წვეთი არის, თუნდაც საქართველოს მასშტაბზე რა რაოდენობაც გროვდება და გამომუშავდება. ამიტომ საკმაოდ დროული არის ამ კანონზე მუშაობა, ესეთი შეზღუდვების შემოტანა. ბიზნესებს შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემა, ხო? ანუ ისე არ უნდა მოხდეს კანონის შემოტანა, რომ ამავდროულად ერთი გავაკეთო და მეორე დავაზიანო და ბიზნესები დაზიანდნენ, ხო? მით უმეტეს ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის, მცირე ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის სარდენი წერტილი ხერხემალია, ესე ვთქვათ, მას უნდა მოუხსნილდეთ. უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი სიტყვაზე 1 წლის განმავლობაში კომპანიებმა უნდა მოახერხონ, შეიძლება 2 წლის განმავლობაში უნდა მოახერხონ კომპანიებმა გონივრულ ვადაში გადაწყობა ან ბიოდეგრადირებაზე, ან ბიოდეგრადირებადი პლასმასაზე, ან კიდევ უბრალოდ ბიოდეგრადირებად მასალებზე, როგორც არის ხე, ქაღალდი და ასე შემდეგ. უნდა ნახონ მომწოდებლები, ამ მომწოდებლების მერე ჭირდება ესე ვთქვათ, გადამოწმება, რამდენად სანდოები არიან, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დაბალი ხარისხის პროდუქცია მოგაწოდონ, მერე გაყიდი ქსელში გაიტან, მერე მომხმარებლის გამო წამოვიდეს, უკავშირი რომ ეს ცუდია, კარგია, იმიტომ რომ ქარხანას გაუჭირდება სიტყვაზე რომ გამოიყენოს რა, როგორც აი ჩვეულებრივ მომხმარებელი გამოიყენოს. მერე თუ ცუდი არის, უნდა შეცვალოს, კიდე თავიდან უნდა დაუკავშირდეს, ახალი მოწოდებელი ნახოს, ეს ყველაფერი პროცედურებთან დაკავშირებით. ანუ ბიზნეს არ უნდა დაადგეს, ესე ვთქვათ, ზეწოლა არ უნდა ქონდეს დიდი, უნდა იყოს ესეთი გონივრული გარდამავალი პერიოდი და ამ შემთხვევაში ყველაფერი წარდგება ჩაი. ბიოდეგრადირებადი უფრო ძვირი არის, თუმცა ყველაფერი არის ალბათ დამოკიდებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, სადაც იაფია, იქ მაინც მოახერხებს ბიზნესი რაღაცნაირად გადაწყობას. ასევე მასშტაბები, როდესაც მასშტაბები დიდია, ფასი ისევ ქვემოთ ჩამოდის, როდესაც მცირე არის მასშტაბი, ფასი მაღალია. ესეთი ახალი ხილი არის, ასე თუ ისე ეს ბიოდეგრადირებადი პლასმასა და მას უფრო მაღალი ფასი აქვს ამ ეტაპზე. თუმცა მე შევხედრია შემთხვევები, რომ იგივე ფასში მოახერხეს პროდუქციის შემოტანა. მათ აქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკები და აქვს საშუალება და უნარი, რომ ეს ხარჯები გაიღონ, ესე ვთქვათ და გადაიყვანონ და გადააჯგუფონ თავიანთი ქვეყნები, ისე რომ აი ნულოვანი ზიანი მიაყენონ გარემოს. ეს უნდა გააკეთოს საქართველოსაც, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა
ევროპის ქვეყნებთან შედარებით ის ათთავთ რა იყო ალბათ 10 ჯერ პატარა არის სამწუხაროდ მეტი თუ არა. უნდა დავიწყოთ კანონი, რაც კანონი შემოდის, ოღონდ მე აი სწორად აღნიშნეთ. მე უნდა ხდებოდეს ამ კანონის აღსრულება და ყურადღების მიქცევა, ეს გადადის მე კულტურაში. ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საზოგადოებაში არ არის ეს მაღალი, ამაზე სამუშაო არის და პირველი წამალი ამისთვის არის კანონი, მე იმის აღსრულება და ესე ვთქვათ დაჯარიმება იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ამ კანონის გათვალისწინება და მისი ნორმების დაკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ არარენტაბელურია აბსოლუტურად პლასმასა საკმაოდ დაბალი ფასის აღირებულების არის, რაღაცნაირად აი ესე ვცდილობთ, რომ მოვიზიდოთ ადამიანები და გარკვეული წარმატება არის, მაგრამ უფრო მეტი სურვილს ტოვებს. ერთჯერად პარკებთან მიღებული კანონი ესე ვთქვათ არ მუშაობს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ მაინც იწარმოება ესეთი პარკები, რომლებიც არ არის ბიოდეგრადირებადი. და ეს პრობლემას ქმნის, პარკები ვერ გროვდება, ვერ გადამუშავდება და საერთოდ რეალ სიტუაციას აი ამ პარკების ჩაბარებასთან დაკავშირებით. თუმცა პირველი მნიშვნელობა აქვს, რომ მოხდეს ამის რეგულაცია, აღსრულება, ყურადღების მიქცევა და კონტროლი. რომ ადამიანები, რომლებიც არ დაიცავენ ამ კანონს, ან საწარმოები, რომლებიც არ დაიცავენ ამ კანონს, უნდა მოხდეს მათი გამოვლენა და დაჯარიმება. არა მარტო აი ეს ახლა იგივე ბოთლიყლაპი აპარატები 2019 წლიდან უნდა განთავსებულიყო საქართველოში კანონის მიხედვით და არ მოხდა ამ კანონის აღსრულება და ყურადღების მიქცევა. ამის მერე სულ გვესმის დაპირება, რომ აი გავაკეთება და ეხლა რადგანაც დაიწყო ეს საუბარი და მე ვიცი რომ გარკვეული ევროპელი ექსპერტები ჩაუსულები არიან და რაღაც კონსულტაციებს გადიან, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ პირველ ჯერზე ჩავარდა და ამჟამად მოხდება ბოლომდე ამ საქმის მიყვანა და აღსრულება. მე ესე ვუყურებ. მე ვფიქრობ, რომ ერთხელ რადგანაც არ გამოვიდა, ეხლა მეტი პასუხისგებლობა აქვს სახელმწიფოს, რომ ეს მიიყვანოს ბოლომდე და გააკეთოს. მოსალოდნელი კანონდათქმა გარემოს დაცვით ექსპერტსაც შევაფასებინეთ. გარემოს დაცვითი კონსულტანტი კახარუხაია ამბობს, რომ რეგულაცია აუცილებელია, თუმცა გააზრებული და ცხადად გაწერილი. ამჯერად მისი შეფასებით სიცხადე იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებენ და როგორ არ გვაქვს და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს კანონდათქმაც ისევე განწირულია უშედეგობისთვის, როგორც თავის დროზე ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ვალდებულება, რაც პოლიეთილენის პარკებს კრძალავდა, თუმცა ფაქტია, რომ კანონი აღუსრულებელია და ბაზარი სავსეა აკრძალული პროდუქციით. ინიციატივა, რომელიც ეხება ერთჯერადი მოხმარების პლასმასის ნივთების შეზღუდვა აკრძალვას, ინიციატივა თავისთავად ცხადია არის კარგი, მისასალმებელი. აქვე იმასთან ერთად, რომ ეს კარგია, როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამასთან ერთად ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის გამოცდილება, რაც ქვეყანას აქვს მაგალითად პლასტიკის პარკების რეგულირების ინიციატივასთან დაკავშირებით. აქედანვე თავიდანვე სანამ რამე გაცხადდება ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ ტიპის შეზღუდვებს, რომ ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ამას გავაკეთებთ სრულ აკრძალვას, თუ ჩანაცვლებას და ასე შემდეგ, სანამ ასეთი ტიპის მარეგულირებელი დოკუმენტის მიღება მოხდება, მანამ უნდა მოხდეს კარგად გააზრება. რა რისკებს შექმნის ეს ბაზარზე? ხომ არ გააჩენს ეს იმგვარ, თქვათ, დეფიციტს ყოველდღიური სახადი მასალებისა, პლასმასის შეფუთვის მასალების სახით, რომ შემდეგ ბიზნეს მოუწიოს იატაკქვეშა მუშაობამ და მაინც აწარმოოს ესეთი ტიპის ნივთები. სანამ ამ თქვათ მარეგულირებელი დოკუმენტს მიიღებენ, ძალიან კარგად უნდა მოხდეს მისი დაგეგმვა. ძალიან კარგად, ღიად უნდა მოხდეს მეწარმეებთან საუბარი. ყოველგვარი თქვათ მარეგულირებისა და ბიზნეს სექტორი არა, ეს უნდა იყოს წმინდა, სულ რეალობაზე დაფუძნებული ურთიერთაზრების გაცვლა, რომ ბიზნესს მიეცეს საშუალება გადაეწყოს ამ ახალ მოცემულობასთან დაკავშირებით
და არ მოუწიოს იმ ტიპის ქმედების განხორციელება, რომელსაც ახორციელებენ დღემდე პლასტიკის პარკების წარმოებელი კომპანიები. ჩვენ ვიცით, რომ 2019 წელს იქნა მიღებული ამ ტიპის ინიციატივის მქონე მარეგულირებული დოკუმენტი და უკვე 2020 წელს შევიდა სრულად ძალაში, 5 წელია, მოკლედ დავდივართ მეტნაკლებად იგივე წრეზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სრულად აკრძალულია პოლიეთილენის პარკების წარმოება, ჩვენ მრავლად ხვდებით ბაზარზე პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის დარგს. ჩვენ გვაქვს არასახარბიელო გამოცდილება პლასტიკის შეზღუდვა აკრძალვასთან დაკავშირებით ზოგადად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც თავად ჩაწერილი არის ეროვნულ მარეგულირებელ პოლიტიკურ დოკუმენტებში, როგორც არის ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია სამოქმედო გეგმა, და იქ არის გაცხადებული ამ ინიციატივის შესახებ, ცალსახად კარგია. ცალსახად კარგია, უბრალოდ უნდა მოხდეს სწორად და გეგმა. იგივე კომიკურ სიტუაციაში რო არ აღმოჩნდეს მარეგულირებელი ორგანო, ეს იქნება გარემოდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახით, ეს იქნება თვითმმართველობების სახით, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სახით, რომ არ აღმოჩნდეს უხერხულ და კომიკურ სიტუაციაში, როგორც ის დღემდე არიან, ამიტომ ძალიან კარგად უნდა მოხდეს ამის დაგეგმა, საით მივდივართ, რითი ვანაცვლებთ, რა სისტემას ვნერგავთ, ხომ? აი მარტივად ვთქვათ. შეიზღუდა და საბოლოო ჯამში აიკრძალა პლასტიკის რეგულირებული მოხმარების კონტეინერი. რას ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას, რომელიც მიჩვეულია ამ ტიპის სერვისს, ხო? სერვისის მიღებას. მიჩვეულია ბიზნესი ამის წარმოებას თუ იმპორტს თუ ასე შემდეგ. რა ვთავაზობთ? მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაკეთობებს? ესენი უფრო ხრებიან ბიოდეგრადირებად მასალაზე. აი მე მესმის საერთკენაც მიყავთ საუბრები და ის ჩიხია, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ამიტომ უფრო მკაფიო უნდა იყოს გზავნილი. აი, როდესაც იწყებენ ამ ტიპის საუბრებს, უნდა გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა. მივდივართ დეპოზიტ სისტემაზე, რომ მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი იქნება, თქვათ, ბაზარში ჩაშვებული ერთჯერადის ნაცვლად. მივდივართ ამ მიმართულებით დეპოზიტ სისტემაზე, თუ მივდივართ უბრალოდ მრავალჯერადი გამოყენების ნივთების წარმოებაზე, რომელიც აძვირეს პროდუქციის ღირებულებას, ხო? ასეა. ხო, ყველა შემთხვევაში თუ მივდივართ ქაღალდის ნაკეთობებისკენ, თუ ფოლგების ნაკეთობებისკენ, თუ ქაღალდ-ფოლგა, ბევრი ალტერნატივა შეიძლება იყოს ბაზარზე მოძიებული. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ საქმე გვაქვს მილიონობით ერთეულ პროდუქციასთან, რომელიც მოიცავს პლასტმასის ჭიქეს, პლასტმასის თებშებს, დანებს, ჩანგლებს და სხვა მრავალი კონტეინერებს და ასე მრავალ პროდუქციას. საქმე გვაქვს ჩვენ მილიონობით ბრუნვასთან. ის კომპანიები, რომელიც ამ ტიპის ნაკეთობებს ძირითადად იმპორტით არიან დაკავებულები, ეს კომპანიები ამათი ბრუნვა არის მილიონობით ლარი წლის განმავლობაში, ხო? რას ვუშვებით ჩვენ ამ სექტორს? ამიტომ ძალიან გონივრულად, ძალიან ფრთხილად უნდა დაგეგმოს პასუხისმგებელმა სახელმწიფო კომპეტენტურმა ორგანომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახით ძალიან კაცარად უნდა შეხედოს ამ ინიციატივას თუ მთავრობის მარეგულირებელი დოკუმენტი იქნება მაშინ მთავრობის ფორმაზე, თუ თქვათ კანონსაკანონმდებლო ინიციატივაზე იქნება საუბარი, მაშინ პარლამენტმა ძალიან კარგად ფრთხილად უნდა შევხედოთ ჩვენ ამას. შეიძლება რაღაცა ტიპის რეგულაციის ინიციატივის დროს მოხდეს რაღაცა ხარვეზები, რაღაცას შეცდომა დავუშვათ, მერე გამოვასწოროთ. არ არის ესე მარტივად ნარჩენების მართვასთან დაკავშირების საქმე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს ვეხებით პირდაპირ ადამიანების ცნობიერებას. თუ ადამიანს მით უმეტეს ბიზნესს მიეცა იმის შეგრძნება, რომ ეს ინიციატივა ხვალ არ ამუშავდება, ეს თუ მიიღეს დოკუმენტი მაინც არ შევაძალაში და ამას სრულფასოვნად არ აღასრულებენ, ამ შემთხვევაში ადამიანს უბრალოდ უნდობლობა უჩნდება მოქალაქეს
და შემდეგ მისი გადარწმუნება ამ თქვათ უნდობლობა გაჩენილი მოქალაქის გადარწმუნება ბევრად უფრო მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე თქვათ დღევანდელ მოცემულობაში. ხო, გვაქვს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ ჩვენ. არ შეიძლება ამ სუფთა ფურცლის დაბინძურება გაუაზრებელი, თქვათ ზუსტად გაუთვლელი პოლიტიკის წარმოებით. სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვაბობრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა აქვე დათქმა, რომ ის საჭიროებს ზუსტ იფასებას. კი ბატონო. პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოს დაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612.9 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურავს, საკვების კონტეინერს, დანაშ, ჩანგალს, ყოვს და ეგრეთ წოდებულ საწრობს, თეფშს და სასმელის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამში 6-მდე 1000 ტონას უტოლდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საშუალოდ ადამიანი დღეში 700 გრამიდან 1.5 კილომდე მყარ ნაჩენს წარმოქმნის. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და ერთ ადამიანზე დღეში 2 კილოგრამს ან მეტს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ კვირაში ერთ ადამიანს შეუძლია 10 კილოზე მეტი ნაგვის წარმოქმნა, რაც ერთი ჩემოდნის წონაა. გლობალური ნარჩენების 40% საკვები ნარჩენია, 12-15% პლასტმასაზე მოდის. ქაღალდი და მუყაო იკავებს მთელი გლობალური ნარჩენების 15-20%-მდე. დანარჩენი არის მინა, ლითონები, ტექსტილი, ელექტრონული ნარჩენები და სხვა. არ დაგავიწყდეთ, საკვების ნარჩენი გამოყოფს მეთანს, სათბურის აირს, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე CO2. პლასტმასის ნარჩენი კი ხშირად მდინარეებსა და ოკეანეებში გვხვდება, რაც ზიანს აყენებს ველურ ბუნებას. ელექტრონული ნარჩენები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ნიადაგსა და წყალში შეღწევა. დღეს რომ ინგლისური ენის ცოდნა სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა საგანმანათლებლო ასპარეზზე, აღარავინ დაობს. ჰოდა წიგნის კლუბი ერთ-ერთი ინგლისურენოვანი პროექტია იმ მცირეთაგან, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის შედეგზე ორიენტირებულ განათლებას გულისხმობს. მოზარდები იძენენ საუბრის, კითხვის, მოსმენის, წერის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის წარდგენის და ჯგუფური მუშაობის უნარებს ინგლისურად. აქ მოსწავლეები ყოველთვიურად კითხულობენ მინიმუმ ერთ ინგლისურენოვან წიგნს. თვის განმავლობაში აქვთ 4 საათნახევრიანი ონლაინ შეხვედრა უცხოელ პედაგოგთან, რომელთანაც წაკითხულ ლიტერატურას ინგლისურად აანალიზებენ. განიხილავენ ავტორს, წიგნის თემატიკას, პერსონაჟებს, მოქმედების დროს, ადგილს, კონტექსტს. ყოველი თვის ბოლოს წიგნის დასრულებასთან ერთად მოსწავლეები ამზადებენ ჯგუფურ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე და იღებენ უცხოელი მასწავლებლის უკუკავშირს რეკომენდაციებთან ერთად. გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული გრაფიკით. სურვილისამებრ, მოზარდები ერთვებიან სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში, ინტელექტუალურ შეჯიბრებებში თუ თემატურ შეხვედრებში. წიგნის კლუბში მოწონს ყველაზე მეტად ის, რომ კითხულობ წიგნებს, შემდეგ მას ვარჩევ და ამ დროს ვიგებ ბევრ ახალ აზრს და ასევე ვიმუჭებესებ ჩემი ინგლისურის დონეს. წიგნის კლუბს შემოვერთდი 1 წლის წინ და წიგნის კლუბი არა მარტო დამეხმარა მეგობრების შეძენაში, არამედ ინგლისური ენის განვითარებაში. ბუკლაბი ეს არის ჩემთვის კომფორტული სივრცე, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი საყვარელი მეგობარი თუ მასწავლებელი გავიცანი და გავიჩინე და ახლა მინდა გელაპარაკოთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ნაწილზე ბუკლაბში. ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი ბუკლაბში არის პრეზენტაციების გაკეთება. ზოგადად ბუკლაბი ისეთი ადგილია, სადაც შენ შეგიძლია რომ აიმაღლო ეს ფანტაზია, კრეატივი და ყველაფერი გადმოაფქვი, ამიტომაც როცა საშუალება მეძლევა ხოლმე და პრეზენტაციების კვირა იწყება, სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაც კი მომაფიქრდება, ყველაფერი ასე ვთქვათ, ჩავაქსოვო ამ პრეზენტაციებში და ვფიქრობ, კარგი მოთხრობების და ზღაპრების შედგენა შემიძლია და ძალიან გამოცდილი ვარ ამაში, რაში ძალიან მეხმარება მე ბუკლაბი. 2 წლის წინ გავწევრიანდი წიგნის კლუბში. ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რაოდენობის ახალი გამოცდილება მივიღე და ასევე შევიზინე მეგობრები, მასწავლებლებთან დავამყარე ნდობა და გამივითარა ინგლისურის ლექსიკა. თვითონ ატმოსფერო წიგნის კლუბში ძალიან მეგობრულია, ყველა ერთმანეთს პატივცემს. ყოველ ერთ კვირაში გააკვეთილი მთელს ჩემს კვირას აფერადებდა და ხალისით ვაგრძელებდი ჩემს დღეებს.
წიგნის კლუბმა მომცა ისეთი გამოცდილება, რომელსაც დღესაც ვიყენებ და მომავალშიც გამომადგება. წიწილების წარმატებული გამოჩეკვა სისუფთავიდან იწყება. საბუდარი ყოველთვის უნდა იყოს მშრალი და სუფთა, რადგან სწორედ აქედან იწყება ჯანმრთელი ფრინველის გაზრდა. საინკუბაციოდ ვარგისი კვერცხის საშუალოდ 42-55 გრამს იწონის და სწორად უნდა იყოს შენახული. მშრალ ოთახში 14 გრადუსი ცელსიუსამდე ტემპერატურასა და დაახლოებით 75%-იან ტენიანობაზე. უმჯობესია ინკუბაცია 7 დღეში დავიწყოთ, რადგან უფრო ძველი კვერცხი ნაკლებად გამოსადეგია. ბუნებრივი ინკუბაციისას კრუხი კვერცხებს ფარავს ფრთებითა და ფეხებით. ქათამი საუკეთესოა, თუმცა კრუხება დინდაურიც გამოიყენება. კვერცხზე ჯდომის პერიოდი ქათამს 20-21 დღე სჭირდება. იხსა და ინდაურს 26-27, ხოლო ბათს 28 დღე. კრუხი არ უნდა შევაწუხოთ, მხოლოდ პერიოდულად გამოვიყვანოთ საკვებისა და წყლისთვის. ხელოვნური ინკუბაციისას სპეციალური ინკუბატორებს იყენებენ, სადაც პირობები კონტროლდება. საწყისი ტემპერატურა 31-35 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს, ტენიანობა 75%. ყოველ კვირას ტემპერატურა 2-3 გრადუსით მცირდება, საბოლოოდ კი 24 გრადუსზე ნაკლები არ უნდა გახდეს. ახალგამოჩეკილი წიწილები გადაჰყავთ თბილ ყუთში. ჯანსაღი წიწილა ცოცხალი თვალებით, ძლიერი ფეხებითა და სუფთა ბუსუსებით გამოირჩევა. სუსტი წიწილები ადვილად სნეულდებიან და ნაკლებად პროდუქტიულია. მთავარია სხვადასხვა ასაკის ფრინველი ერთად არ მოვათავსოთ. გაზარდეთ წიწილა ადგილობრივი ჯიშის გათმიდან და მიიღებთ ხარისხიან პროდუქტს, ბუნებრივ, სუფთას და სასარგებლოს თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის. რა საფრთხეს უქმნის ტემპერატურის ცვლილება ღორების ფერმას? ღორების ფერმებში ტემპერატურის რეჟიმი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ტემპერატურის ყოველმა ცვლილებამ შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს ცხოველების ენერგიის ხარჯვაზე, საკვების მოხმარებაზე და საბოლოოდ პროდუქტიულობაზე. 20 გრადუსზე დაბლა ტემპერატურის ყოველი გრადუსით შემცირება საკვების მოხმარებას დაახლოებით 4%-ით ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ცხოველებს მეტი საკვები სჭირდებათ იმისთვის, რომ სხეულის სითბო შეინარჩუნონ. თუმცა ეს დამატებითი ენერგია ყოველთვის არ გადაიქცელა წონის მატებაში. საკვების კონვერსია იკლებს, პროდუქტიულობა მცირდება და კვების ხარჯები იზრდება. პრობლემა მხოლოდ სიცივე არ არის, მაღალი ტემპერატურაც სერიოზულ გამოწვევას ქმნის. გადახურებისას ღორები სტრესს განიცდიან, რაც მათ მადაზე, ზრდასა და რეპროდუქციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, ტახებში გადახურებამ სპერმის ხარისხი შეიძლება გააუარესოს, ხოლო ნეზვებში ნაყოფიერება შეამციროს და განაყოფიერების პროცესი გაართულოს. გადახურება გავლენას ახდენს ძუძუმწოვარ ნეзвებზეც. რძის რაოდენობა მცირდება, რის გამოც გოჭების განვითარება ფერხდება. ამრიგად, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის მკაცრად კონტროლი, ისე რომ ღორებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ფერმის პროდუქტიულობა არ შემცირდეს და ზედმეტი ხარჯები თავიდან იქნეს აცილებული. ზედაშე ეს სიტყვა ქართულ ღვინოსთან და ქვევთანაა ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული. მართალია მუხის კასრი, მინისა თუ ლითონის ჭურჭელი ქართულ მეღვინეობაში გვხდება, მაგრამ როცა ვამბობთ ზედაშეს ღვინო, უპირველესად სწორედ ქვევრი და მასში დაყენებული ღვინო იგულისხმება. ტერმინი ზედაშე ძველ ქართულ ლექსიკონებში შესაწირა ღვინოს აღნიშნავს, რომელიც ეკლესიაში ლოცვის დროს მიაქვთ. ზოგ რეგიონში ეს სიტყვა ერბოსაც ეწოდებოდა, რომელიც ასევე შესაწირავად იყო განკუთვნილი. თუმცა ყველა განმარტებაში საერთო რჩება ერთი რამ. ზედაშე მჭიდროდ უკავშირდება რწმენას, სიწმინდესა და ტრადიციას. ზედაშის ქვევს მარნებში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. ის უმეტესად განცალკევებულ სიგრინესა და სიმშვიდეში იდგა, რადგან სწორედ აქ მზადდებოდა ღვინო, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა ტაძრისთვის, დღესასწაულისთვის ან ოჯახის შესაწირავად. ზედაშე ღვინის დაყენება მოითხოვდა მაქსიმალურ სისუფთავესა და ეთიკურ წესებსაც. მარანში ბილწიტყვაობა აკრძალული იყო. ნასვამი კაცი პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ხოლო ყურძნის დაწურვისას სანთელი ენთო. ასეთი ღვინო მზადდებოდა მხოლოდ წითელი ყურძნისგან: საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო და სხვა ადგილობრივი ჯიშები. თეთრი ყურძნის შერევა, წყლის დამატება ან ქიმიური დამუშავება სრულიად დაუშვებელი იყო. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.